მოგესალმებით, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ სასაუბრო საკმაოდ გვაქვს. განახლებულმა ლიგის ფორმატმა და წლევანდელმა სეზონმა ბევრი დაუვიწყარი მომენტი გვაჩუქა. გამეთანხმებით არა. მე პირადად კმაყოფილი ვარ, არც დაძაბულობა გვაქვს, არც სანახაობა, არც ქართული გოლები და საგოლე გადაცემები. საოცარი შეხვედრები ვიხილეთ მიმდინარე კვირაში. ერთი თუ გაჯერებული იყო გოლებითა და დრამატურგიით, მიხვდებოდით რომელზეც მაქვს საუბარი ბარსა ინტერზე. მეორე წყვილი საპირისპიროდ უხვად პრაგმატიზმს შეიცავდა. PSG არსენალმა საჭადრაკო დაპირისპირება მოიგონა. სადაც ყოველი ქმედება 100 ჯერ გაზომილს წააგავდა. კვარას პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალიელი, სადაც მილანის ინტერს დაუპირისპირდება. მოდით დეტალურად მივყვეთ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ სანამ დავიწყებთ, ლაიქს მიარტყი და გამოწერა არ დაგავიწყდეს. ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარფინალი. ინტერი ბარსელონა. მადლობა გუნდებს, მადლობა ინძაგის და ფლიქს იმ შოუსთვის, რასაც სანახაობრივი ფეხბურთი. ინტერი და ინძაგი ხშირად ანტიფეხბურთთან ასოცირდებიან. დაბალ ბლოკთან, ავტობუსთან, მაგრამ ეს ყველაფერი პარადოქსია, რისი დასტურიცაა განვლილი მატჩები. იტალიელი მწვრთნელი ბარსელონასთან არაგებს უკვე მეოთხე შეხვედრა. ამ დრამატურგიის დასასრულს, ანუ ოვერტაიმში აფინიშებს სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გოლს. და კიდევ, სიმონეს რეგალიებს ბოლო 3 წელიწადში მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალიც შეემატა. ხოლო ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე მოგებას უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაა ვერ ახერხებს. ამ ხანში ფლიკის სტატისტიკა 2 მარცხით შეივსო. შედარებისთვის მიუნხენურ კარიერაში მხოლოდ და მხოლოდ 1 წაგება უფიქსირდება. კატალონიელებმა ასევე კლუბის ანტირეკორდით დაამყარეს ლიგის ერთ კამპანიაში გაშვებული 24 გოლით. მაგრამ ამის და მიუხედავად მხოლოდ 8 წუთი აშორებდათ ნანატ ლიგის ფინალს. მოდით მივყვეთ შეხვედრის ქრონოლოგიას და ტაქტიკურ ბატალიებს. წინა მატჩში ინტერმა სუსტად დაიწყო. შემდეგ კი ინიციატივა გადაიბარა, ხოლო ახლა სარკისებური სურათი მივიღეთ. სტარტიდანვე უარი თქვა დაცვაში ჩაჯდომაზე და მეტოქის პრესინგის შესთავაზა, რის ამსახურებითაც გავიდა პირველი გოლი. მოგუდეს მოედის ცენტრში უყურადღებოდ მყოფი დანი ოლმო, შემდეგ კი დაცვის ცენტრალურ ხაზში არსებული ჯიბეებით ისარგებლეს და უმარტივესად გათამაშებული კომბინაცია ლაუტარო მარტინესმა დააგვირა. ბარსამ მატჩის სტარტზე თითქოს თავი დაკარგა. მილანელები ასრულებდნენ სტანდარტებს, უტყამდნენ კარისკენ და კარში. ბარსას პრესინგი კი არ მუშაობდა. ინტერესთვის ბურთის გასათამაშებლად ქვემოთ იწევდა ჩალხანოვი. უფრო განიერად გადიოდა ბასტონი და დიმარკოს წინ წასასვლელი სივრცე ეძლეოდა. სწორედ ამ გზით აღწევდნენ თავს კატალონიელთა წინაღობას. თანაც არაუბრალოდ მოგერიებით, არამედ ლამაზი კომბინაციები. ასევე დუმფრისზე გრძელი პასები გამოიყენებოდა პრესინგიდან ამოსასვლელად. ბარსას ბურთის ფლობაში ჰქონდა უპირატესობა, თუმცა თამაშის მსვლელობას მილანელები აკონტროლებდნენ. შედეგად მაღლა აწეული დაცვის დამსახურება მეორე გაშვებული გოლიც. ტაიმის მიწურულს ლაუტაროს ხარკმოქმედებებს გამომუშავებული 11 მეტრიანი მოჰყვა. პენალტის რეალიზაცია ჩალხანოღლუს ჩაბარდა და თურქმა ცივსისხლიანად შეასრულა. ბარსელონას ყველაზე ცუდი ტაიმის შემდეგ კატალონიელები გონს მოეკდნენ. ერაძურიმ კი პირიქით პრაგმატიზმს მიმართა და ტემპის დაგდება სცადა. მეორე ტაიმი ბარსას მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებებით დაიწყო. მარცხენა ლატერალი მარტინი თუ პირველ ტაიმში გზააბნეული გამოიყურებოდა, მეორე ტაიმში რადიკალურად ტრანსფორმირდა. იამალი მარჯვენა ფლანგზე თავისკენ იზიდავდა მეურვეებს, რაფინია ცენტრისკენ შედიოდა. შესაბამისად მარცხენა ფლანგზე კრეატივისთვის იდეალური პლატფორმი შეიქმნა. ვინიცის ბალდერომ ყოფილიყო რა შედეგი მოყვებოდა ამ ყველაფერს. ცუდად დაცულმა მარცხენა ფლანგმა იმუშავა. დაახლოებით 15 წუთში 2 იდენტური გოლი გაიტანა ბარსამ. მეორე შემთხვევაში დანი ოლმომ გადაგზავნა ბურთი კარში 2-2. მესამე გოლი ოდნავ განსხვავდება, მაგრამ იგივე პრინციპით გავიდა. რაფინიამ 2 დარტყმით შეძლო გატანა, რადგან 1 დარტყმით ზომერის ბარიერის გავლა ურთულეს მისიას წარმოადგენდა. ამ მომენტამდე თითქოს მიძინებული თამაში გააქტიურდა. ძალაგამოცლილი ინტერი 97 წუთიდან თამაშის გადასარჩენად წავიდა. და მაშინ როცა ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, სადაც ფინალში ბარსელონა უნდა გვენახა. ბედის წერასთან მებრძოლი ფრანჩესკო აჩერბი მოგვევლინა. ვეტერანმა იტალიელმა ისევ დუმფრისის გადაცემით ისარგებლა და საჯარიმოში პოზიციურად დაჩაკრა გზააბნეული არაუხო. მგონი ნორმალური მცველი ბოლო წუთებზე ასე არ უნდა იცავდეს საკუთარ კარს. იყო აპელირება და მეც პირადად მეგონა რომ დასკვნით ეპიზოდში დუმფრისი თამაშის წესებს არ უყვებდა მარტინს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვთვლი რომ არაფერი იყო. და თქვენ რას ფიქრობთ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით? ხოლო რაც შეეხება თამაშს, ნერაძუროში მადრიდული სული ჩასახურდა. რემონტადას რემონტადათი უპასუხეს. მოდი თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ხალხზე ვისაუბროთ. მატჩი საერთოდ არ უნდა ითამაშა ლაუტარო მარტინს, მაგრამ აღდგენის პროცესი დააჩქარა, რაც სპრინტებზეც ეთყობოდა. ტურამიც მატჩის სტარტიდანვე შრომობდა და რაღაც მომენტში გადაიწვა კიდეც. თუმცა მეორე ტაიმის ბოლოს აღდგა, საიდანაც იპოვა ძალები დამატებითი დროისთვის. სწორედ მან დაიჭირა ბურთი მესამე გოლში და მეოთხე გოლიც პრაქტიკულად მან გააკეთა. აჩერების გვინობა. ადამიანმა, რომელმაც სიმსივნე ორჯერ დაამარცხა 37 წლის ასაკში ინტერს მატჩის ბოლო წუთებზე გმირად ევლინებდა. 93 წუთზე მიდის შეტევაში და გააქვს გამათენებრებელი გოლი. ამ მომენტამდე 30 წამით ადრე იამალს ჰქონდა საგოლე შანსი, როცა ბურთი ძერმა აისხლია. ფაქტია, ბედისწერად ნერაძური სასარგებლოდ მუშაობდა. ფრინავი შვეიცარიელი.
ზომერი წლების მანძილზე სტაბილური და გამორჩეული ასპარეზობით გვახსოვს, მაგრამ რაც ამ პლეი-ოფურ დაპირისპირებებში გვაჩვენა, დანამდვილებით ისტორიაში ჩაიწერა. ორივე შეხვედრაში ჯამში 14 სევი გააკეთა. თან რა სეივი? იანმა ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ბარსელონას შემდეგ ეტაპზე გახდის საშუალება პირადად არვესდა. იმავე იამალს მცველებიდან ვერავინ აჩერებდა. თინეიჯერი ზუსტად ცხრიანში არაერთჯერ უმიზნებდა, თუმცა ზომერი სუპერმენის ფორმის გარეშე გმირობაზე ჩადიოდა. აბსოლუტური კომპლიმენტები შვეიცარიის ავია ხალხს. და ბოლოს ამ დუელის მთავარი X-ფაქტორი ბატონი დენზელ დუმფრისი უნდა ვახსენოთ. ის კვლავ შესანიშნავ თამაშს ატარებს. საერთოდ ინტერის 7 გოლიდან 5-ის მთავარი მოქმედი პერსონაჟი იყო. ცალკე ინძაგი იმსახურებს ქებას სწორი ცვლილებებისთვის, ფრატეზისა და ტარემის სახით. ფრატეზის ცალკე მოვლენაა, სუპერ ცვლილები, ჯოკერი. სამგავოდ სოლიდური მიღწევებით შეივსო დოსიე ბაიერნთან და ბარსელონასთან გატანილი გამარჯვების გოლებით. დიდებულად დაატრიალა შორეულ კუთხეში, არაუხოსთან მაქვს კითხვები. რასაკეთებდა გოლის მომენტში, მაგრამ ეგ იქეთ იყოს. ჩემი შეფასებით ეს იყო ინტერისგან უძლიერესი პერფორმანსი, მცირე გამართლების ელემენტებით, მაგრამ სავსებით დამსახურებული გამარჯვება. ბარსა ისეთი გუნდია, რომელიც ნებისმიერ ავტობუსს შეიტყუებს თავის ქარიშხალში და საბოლოოდ ყოველთვის მივიღებთ შოუს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ინტერი მხოლოდ გამართლებით აღმოჩნდა ფინალში, არაობიექტურობა და უსამართლობა იქნება. ეს არ იყო შეხვედრა, სადაც ინტერი დაბალ ბლოკში უმოწყალოდ იცავდა თავს. რაც ხშირად გვიხილავს მოგურინიოს ფორმაციის გუნდებში. პირიქით, ბევრად სანახაობრივი კრეატიული გუნდი, რომელმაც ბარსელონა 2 თამაშში 7-ჯერ დასაჯა და ფინალში გავიდა ის, ვინც იმარჯვა მცირე დეტალებში. თუმცა ტაქტიკა, თამაშის ხარისხი, გააზრებული გეგმა და დამუშავებული კომბინაციები ორივე გუნდს თანაბრად ვლომად ჰქონდა. ბარსელონას ამ ახალგაზრდულ იმედის მომცემ ბიჭებს კომპლიმენტები. დიდი მადლობა სუპერ შემტევი შოუებისთვის. ჯერა მომავალ სეზონში კიდევ უფრო დაღვინებულ და ძლიერ ბარსას ვიხილავ. მეორე ნახევარფინალი ჩვენთვის ქართველებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. კვარას PSG-მ არსენალი 2 მატჩიან დუელში დაამარცხა, სადაც საკვირველად მეტოქეებს მოსალოდნელი გოლების გრაფაში 4.5 უფიქსირდებოდა, მაგრამ მხოლოდ 1 გოლად გადაგვეს. ნახევარფინალური ეტაპი არსენალისთვის წყევლად იქცა. უკვე ზედიზედ 4-ჯერ სხვადასხვა ტურნირის ეგიდით ამ ეტაპიდან ეთიშებიან ასპარეზობას. ახლა პარიზულ მანქანაზეც ვისაუბროთ, რომელიც ინგლისური გუნდების მთავარ მესაფლავედ იქცა. City, Liverpool, Aston Villa, Arsenal. ერთი სეზონისთვის ვრცელი სია. შეხვედრის შემდეგ ინტერვიუში ლუის ენრიკემ ირონიულად ფერმერთა ლიგის სტატუსს გაუსვა ხაზი. მოკლედ, გველი ჩემპიონთა ლიგის მაქსიმალურად საინტერესო ფრანგო-იტალიური ფინალი. ასეთი რამ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა. მაშინ პირველად ფრანგულმა გუნდმა მარსელის სახით იზეიმა ჩემპიონობა. მილანი მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. კიდევ ლუის ენრიკეს აქვს სამწვრთნელო კარიერაში მეორე ტრებლის შესრულების შანსი. 2 სხვადასხვა გუნდი. შეუძლია გვარდიოლას შემდეგ მეორე მწვრთნელი გახდეს ამ სტატუსით. ამ ფონზე ასევე ძალიან სამწუხაროა მიკელ არტეტა, რადგან ის და მისი გუნდი კარგ სეზონს ატარებდა. შეეგუენ ყველა პრობლემას, რაც მათ ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ვერცერთ ტიტულს ვერ დაეუფლებათ. ახლა გადავიდეთ მატჩზე. ვერ გამოდგა ისეთი სანახაობრივი, როგორი თამაშსაც ბარსა ინტერმა დააწესა, თუმცა არაუშავდა. განმეორებით შეხვედრას 3 მონაკვეთად შეგვიძლია დავყოთ. პირველიდან 90 წუთამდე შუა ნაწილი და დასასრული. საწყისი მონაკვეთი ყველაზე საინტერესო გამოდგა, რადგან მიკელ არტეტას სამწვრთნელო შტაბი იდეალურად მოემზადა. სხვა საქმეა როგორ განახორციელეს, მაგრამ ჩვენ ახლა კონკრეტულად მომზადებაზე ვსაუბრობთ. პარიზულ შეხვედრაში სტარტიდანვე გარისკეს. იმის წყალობით, რომ დაბრუნდა ტომას პარტეი, მაშინვე მოწესრიგდა ყველა მექანიზმი. პირველ რიგში დაბრუნდა ხარისხიანი პრესინგი, რადგან პარტეი პარტნიორებს საიმედოობას აძლევდა და ისინი უფრო თამამად აპრესინგებდნენ. PSG-მ თავიდანვე ვერ იპოვა რაიმე მუშა ვარიანტი, თუ როგორ დაეღწია თავი პრესინგისთვის. ამიტომ რაღაც მომენტი ბურთის უიმედო მოგერიებაზე გადავიდა. არტეტამ აქცენტი სწრაფგოლზე გააკეთა და ესეც ლოგიკურია, რადგან დემბელეს არ დაიგოს კამზე დარჩა. მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას მისი შემოსვლა იკითხებოდა. მეტოქის პრესინგს არსენალი ძალიან მარტივად არღვევდა იმის ხარჯზე, რომ თავიდანვე მაღლა ადიოდა ტიმბერი. თან გაჰყავდა ხვიჩა. ამგვარად თავისუფლდებოდა სივრცე ფლანგზე და სალიბა ბურთის წინ გადაადგილებას უზრუნველყოფდა. არსენალი ძალიან საინტერესოდ უტევდა. ოდეგორი, რაისი, მერიно საჯარიმოს მიმდებარედ ლაგდებოდნენ, ეს კი იძლეოდა შანსს ჩაწოდებებით ფონს გასასვლელად. პირველი სახიფათო მომენტი კი რაისის შერბენსა და თავურ დარტყმას მოყვა. ასევე რა თქმა უნდა საგულისხმოა სტანდარტები. ამ თვალსაზრისით არსენალმა მაქსიმუმზე აიყვანა თამაში და ახლა რას მიმართეს? აუტების სტანდარტებად ქცევა დაიწყეს. ამას სხვათა შორის ასევე ხელი შეუწყო პარტეის დაბრუნებაც, რადგან სწორედ განელი ფლობს საჭირო ძალებს, რომ ყუმბარა პირდაპირ საჯარიმოში გადაგზავნოს და რომ გესმოდეთ პარტეიმ შეხვედრაში 11 აუტი გაგზავნა საჯარიმოსკენ. რეკორდულ სტატისტიკასთან გვაქვს საქმე. პარადოქსულია, თუმცა როგორც არ უნდა იცოდა არსენალს, მუდამ რაღაც არ ყოფილა. ან იღბალი, ან სიზუსტი, ან კლავს ასწავლებს ახდენდა დონარუმა, რომელმაც პირველი 20 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან. შეტევაში თუ იღბალი აკლდა, დაცვაში იღბალი მათ მხარეს აღმოჩნდა, როცა ხვიჩას ჩინებული დარტყმული ძელმა აისხლია. პირველ გოლამდე, ანუ 27 წუთამდე არსენალი დომინირებდა ყველა ასპექტს.
სტატისტიკაც ამას მოწმობს, მაგრამ სტანდარტიდან ბურთის სიღრმიანი ასპლეტის წყალობით რუისმა გადაგზავნა ბურთი კარში 1-0. მატჩის სადავეები ამ გოლამდე არსენალს ეკავა. თუმცა PSG-მ რეალიზაციის მაღალი პროცენტის ხარჯზე შეძლო წინ გასვლა. აქედან კი იწყებენ თამაშის ტემპის დაგდებას. 70 წუთიდან კი დაიწყეს და გააქტიურეს უმთავრესი მექანიზმი სწრაფი კონტრშეტევები, რაც მთელი შეხვედრის მანძილზე არ გამოდიოდა. ეს კი არსენალის პრესინგის შესუსტებითაც იყო განპირობებული. ლონდონელებს გასატანი ჰქონდათ, თან არაერთი გოლი. არსენალს დარტყმებამდე ვერ მიჰყავდა საქმე. ძირითადად საკას აჩეშებდნენ ბურთს. შეხვედრის ბოლოსკენ ზედმეტად სწორხაზოვანი შეტევები შემოგთავაზეს კომბინაციის და კრეატივის გარეშე. მატჩის დასასრული ასევე მაქსიმალურად ცეცხლოვანი გამოვიდა. ლუის ენრიკეს შეტევაში უშვებს აჩრაფ ჰაკიმს, რომელიც როგორც ცენტრში, ასევე საპირისპირო ფლანგებზეც გვევლინებდა. რამაც საბოლოოდ გამოიღო მალევე შედეგი. მაროკოელმა გაიტანა გოლი დემბელეს გამოსვლისთანავე, რომელმაც მომენტალურად საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის და პარალელურად ლუის ენრიკემ დაიწყო შესრულების გამოყენება, რათა ანგარიში შეინარჩუნებინა. დუეს ნაცვლად გამოვიდა ერნანდესი და გუნდი პირობით 5 მცველზე გადაეწყო. ამან თავისუფლებ ხვიჩას გაუხსნა გზა. ქართველს ეგრისა შეტევაში გადასვლა. ამ კორექტივებამდე კვარა დაცვით ფუნქციებით იყო დაკავებული, საკას ურთულებდა ცხოვრებას. შეხვედრის მსვლელობისას 5 ჯერ წაართვა ბურთი მეტოქის. უფრო მეტი წარმატებული წართვა მხოლოდ ჟოაო ნევესს ჰქონდა. ამასობაში შექმნილია უპირატესობა და PSG-ს თითქოს მოდუნდა. არსენალმა კი დაიბრუნა უპირატესობა. ერთი მეორეს მიაყოლეს მწვავე შეტევები. პირველში გაიტანეს, მეორეში საკამ საკმაოდ რეალური შანსი გაატანა ქარს. საბოლოოდ ვიხილეთ აბსოლუტურად თანაბარი დაპირისპირება. როგორც პირველ, ისე მეორე შეხვედრაში. ინტერი ბარსას მსგავსად მცირე დეტალებმა გადაწყვიტა ფინალში გამსვლელის ბედი. შექმნილი შანსებით უკეთ ისარგებლეს პარიზელებმა, ხოლო ლონდონელებს ჯიჯო დონარუმა გადაუდგა გზად. იტალიელი, რომელიც თითქოს არასტაბილურია, რიგ მომენტებში აუღებელ კედელს ემსგავსება. როგორც იქნა 18 წლის შემდეგ ვიხილავთ ქართველს ლიგის ფინალში. კვარას უსურვო წარმატებები კარიერის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში. ახლა კი ოპტას სუპერკომპიუტერები ჩავთოთ საქმეში, რომლებიც 10,000-ობით სიმულაციას გადიან, სანამ თავიანთ პროგნოზებს შემოგთავაზებენ. ეს პროცენტობა გუნდების მიმდინარე ფორმების ურთიერთშეხვედრებზე და კიდევ უამრავ დეტალზეა დაფუძნებული. ლიგის ტიტულის მოგების მთავარ ფავორიტად სახელდება PSG 53%, შესაბამისად ინტერს 47% ევროპა. თქვენ როგორ გაანაწილებდით შანსებს და საერთოდ რას ფიქრობთ, რა ანგარიშით მორჩება შეხვედრა? ქვევით კომენტარებში დააფიქსირებთ თქვენი აზრი, შემდეგ არხის დალაიქება და გამოწერაც არ დაიზაროთ. ახლა კი შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით.